უპირველეს ყოვლისა რაც შეეხება ლელოს სხვადასხვა სახის კამპანიებს, რომლითაც ცდილობენ საკუთარი მედიის მეშვეობით რაღაცნაირად თავი შეინარჩუნონ მედიის დღის წესრიგში, თორე ადამიანებს არანაირად არ აინტერესებთ მათი ყოფნა არ ყოფნის საკითხი პოლიტიკური თვალსაზრისით. ჩვენ ვსაუბრობთ 2%-იან პარტიას, არ დაგვაუწყდეს, ხო? ერთადერთი რასაც ლელომ მიაღწია 2020 წელს აიღო 3%, 2021 წელს აიღო 2%. ეს არის მათი მიღწევა, რომ ერთ წელიწადში დაკარგეს ამომრჩევლები. ასე 2%-იანი პარტია ზოგადად რო საუბრობს ხელისუფლებაში მოსვლა, ეს თავად უკვე კომედია არის და ამ კომედიის ჟანრში არიან დიდი ხანია, ხან არითმეტიკაში აირევიან ხოლმე და ხან თავის პოლიტიკურ გზავნილებში. მათ შორის ჩვენ ვნახეთ, რომ პირდაპირ მამუკა ხაზარაძეს წამოწყებული აქვს მუქარის კამპანია ბიძინა ივანიშვილის მიმართ პერსონალურად და მათ შორის ეს რაღაც ყოველკვირეული პოსტებით რომ გამოირჩევა ბატონი ხაზარაძე, სხვათა შორის სულ ახლახან იყო მათ შორის ერთ-ერთი ბანერი, რომელზეც იყო გუშინაც საუბარი, რომ ვიზუალურადაც კი აბსოლუტურად მუქარი შემცვლელი არის, როდესაც პირდაპირ იკვეთება ამ ბანერზე ეს მუქარა. მამუკა ხაზარაძის პიროვნების საკითხი გასაგებია. ეს არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირობიდან მილიონერები გახდა და როგორ ხდებოდნენ პოსტსაბჭოთა სამყაროში კომკავშირლები მილიონერები, ეს კარგად ვიცით, როგორც რუსული გარემოდან და ისიც საუბრობს, როგორ იშოვა თავის მილიონები რუსეთში, ასე რომ ეს ბანდიტური საქართველოს მენტალიტეტი მასში როგორც ჩანს ძალიან ჭარბობს და სხვა დროსაც არაერთხელ გვინახავს. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ამას მიაქციოს ყურადღება საზოგადოებამ. რაც შეეხება ნაცვალ მოძრაობას და ხმების დაცვას და ასე შემდეგ, რა გითხრათ, 2020 წელს ჩვენ რაც ვნახეთ, ერთ-ერთი ვისგანაც დასაცავია ქართველი ამომრჩევლის ხმები, ეს არის ნაცვალ მოძრაობა, მისი სატელიტი NGO-ები. სხვა ჩვენს პირდაპირ EUTHOS დასკვნაში აისახა, რომ სახეზე იყო პარტიული NGO-ების აქტივობა საარჩევნო უბნებზეც და მათ შორის წინასაარჩევნო გარემოში და გვახსოვს, რომ მაშინ პირდაპირ ისვედის მიერ გაყალბებული პივიტი და შემდეგ რამდენიმე NGO-ს განცხადება, რომელიც გახდა საფუძველი ნაციონალ მოძრაობის მხრიდან ესე იგი ბოიკოტის და მათ შორის ცესკოზე გახსოვთ ძალადობრივი შტურმი იყო ცესკოზე 2020 წელს. ასე რომ თუ კი ვინმესგან არის დასაცავი ჩვენი ხმები, ეს არის ნაციონალ მოძრაობა, მისი სატელიტი NGO-ები. ჩვენ ამასაც ძალიან სერიოზულად ვაკვირდებით, რომ ადგილობრივი დამკვირვებლები, ეგრეთ წოდებული, რომლებიც არიან ხოლმე აქტიურები, ვინ იქნებიან, ვინაიდან რა თქმა უნდა მათ ნდობა საზოგადოებაში დაკარგული აქვს, მას შემდეგ რაც 2020 წელს ისინი იყვნენ თანამონაწილეები დეზინფორმაციული კამპანიისა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და ჩვენ ხედავთ დღესაც, რომ ეს NGO-ები, ამ NGO-ებს აქვთ ერთი პირდაპირ გაცხადებული საარჩევნო მიზანი, რომ მათ სურთ ხელისუფლების შეცვლა, სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა შარშან შემოდგომაზე მაკეინის ფონდის მიერ დაფინანსებულ კონფერენციაზე პირდაპირ პანელზე განაცხადა, რომ მათი მიზანი არის ხელისუფლების შეცვლა, ამ პანელში იღებდა ის და საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელი მონაწილეობას, ამიტომ და გარდა ამისა გვახსოვს ჩვენ 2022 წლის ივნისის აქცია, როდესაც სწორედ ამ NGO-ებმა გულისხმობ ისვეთს, გამჭვირვალობას სოროსის ფონდს და ასე შემდეგ, რომელიც ცდილობდნენ მაშინ არადემოკრატიული გზით დაემხოთ ხელისუფლება და თავად ყოფილიყვნენ მონაწილენი მთავრობის დაკომპლექტებაში. გახსოვთ, რომ ისინი ითხოვდნენ, რომ ისვეთს, გამჭვირვალობას, სოროსის ფონდს ქონოდა ვეტოს უფლება მთავრობის დაკომპლექტებაში, ანუ ხალხის მიერ არალეგიტიმურ ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, ეს ორგანიზაციები, ამ ორგანიზაციებს ქონოდათ ვეტო ხელისუფლების დაკომპლექტებაში. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ ვაკვირდებით, რომ ადგილობრივი დამკვირვებლური ორგანიზაციები ვინ იქნებიან და მათ საქმიანობას, ასევე გამჭვირვალობას მათი დაფინანსების, ვინაიდან ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს NGO სექტორში, რომ გაუმჭვირვალე არის ეს დაფინანსება, ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ საზოგადოება აქ იყოს ფხიზლად. ჩვენ არ დაუშვებთ, რომ 2020 წელი გაიმეორონ NGO-ებმა და qalbi დასკვნებით საზოგადოება შეიყვანოს შეცდომა. აი, ბალბაუზელებ და გადმო. იგივე კამპანია, ხო, ამ შემთხვევაში თქვენი საუბრით ამ თემაზე ის ბანერი, რაზეც იყო საუბარი და ეს გვარი ამ შემთხვევაში ბიზნესთან დაკავშირებით ლიკვიდაციის და ასოციაციის ხმის საზოგადოებაში ბანერი და ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ამ კუთხით, მაშინ როდესაც რეპრესიებს
კი ეს ვისაუბრე ზუსტად რომ ეს არ არის გასაკვირი, კიდევ ერთხელ ის გახლავთ ბანდიტური საქართველოს ეპოქის წარმომადგენელი ადამიანი, რომელიც კომკავშირობიდან გახდა მილიონერი. რა ხდებოდა 90-იან წლებში საქართველოს ძალიან კარგად გვახსოვს, ვინ როგორ მდიდრდებოდა და ეს მენტალიტეტი როგორც ჩამჯდარია მასში და ასეთი ტიპის ასე ვთქვათ მუქარანარევი გზავნილები გასაგებია რომელი მენტალიტეტიდან მოდის. თავის და ამას გულისხმობ ეს არის შეფარული მუქარა, რომელიც ესე თითქოს პირდაპირ არ უნდა ჩანდეს, მაგრამ ფაქტია რომ ასეთი აღქმები უნდა შექმნას ასეთი ტიპის შავმა კამპანიამ. ახსენე კიდევაც რომ ეს არ არის გასაკვირი მათი მენტალიტეტის ფონა. მერსედესის ქარხნის მშენებლობაც დაამტკიცა, რომ მიშა-სააკაშვილთან ერთად ის ააშენებს საქართველოს და მათ შორის არის ერთ-ერთი მერსედესის ქარხანა სალფუხეთზე ხასთან. რამდენად რეალურია ოპოზიციის დაპირებები და როგორ შეაფასებთ მათ? ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს იყო ყველაზე ჩამორჩენილი ეკონომიკური განვითარების ტემპით რეგიონში. ეს ყველას უნდა ახსოვდეს. ის პოციომკინის სოფლები, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძესთან და სხვებთან ერთად აშენებდა და აჩვენებდა ქართულ საზოგადოებას და გარე სამყაროს თითქოს აქ რაღაცა კეთდებოდა, ეს პოციომკინის სოფლები დიდი ხანია უკვე გაშიფრული არის. ყველამ ჩახედოს ციფრებს, საქართველოს ჩვენ რო ვიმტკიცებენ რომ მიხეილ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობის რეჟიმის დროს საქართველოს იყო ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკური თუ სხვა მხრივ ქვეყანა, ჩახედო ყველა ციფრებს. საქართველოს იყო მაჩანჩალა ეკონომიკური ზრდის ტემპებით რეგიონში, მათ შორის. ასე რომ ერთადერთი რაც შეუძლია ნაციონალურ მოძრაობას, ეს არის პოციომკინის სოფლების შენება, ეს არის მათი რუსული სტილის მენტალიტეტი სინამდვილეში 20 საუკუნის ბოლოს წამოზიდული ადამიანები, რომლებიც სინამდვილეში თავის სულით და გულით არიან კომკავშირები. შემდეგ ეს და შემდეგ რაიმე დოკუმენტების ძიებამ შეფერაზე რაიმე კონკრეტულ რეგიონს წარმოადგენს და ასევე თქვენ რა მოლოდინება პროპოზიციისგან. დიახ, ჩვენ როგორც იცით, 2 კვირის წინ ქონდა ეს სამუშაო შეხვედრა, მაშინ ზოგადად ვისაუბრეთ თუ ვის რა ქონდა სათქმელი და შევთანხმდით რომ შემდეგ შეხვედრაზე უკვე წარვაგდენთ კონკრეტულ საკითხებს, რომლის გარშემოსაც გვექნება მსჯელობა, ამიტომ ოპოზიცია არასამთავრობო სექტორი მოწვეული არის, დღეს გაუგზავნინე მათ ამ დოკუმენტებს, იმ საკითხებს, რომლებსაც შეგვიძლია უკვე კონკრეტული მსჯელობა და მე იმედი მაქვს, რომ ხვალ გვექნება კონსტრუქციული მსჯელობა ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით. კონკრეტულად რა გიგმით მიხოთ ეს გვაინტერესებს 9 რეკომენდაცია არის შესაძლებელი ხო რა თემებზე რა საკითხებზე. ჩვენ რა თქმა უნდა ამოვდივართ როგორც ევროკომისიის რეკომენდაცია, ისე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისგან და ამ რეკომენდაციების დაყრდნობით ჩვენ მოსაზრებებს წავუდგენთ კოლეგებს და გვექნება მსჯელობა თუ კონკრეტულად რა აცვლებები იქნება ამას კვალინდერი მსჯელობა და ასე შემდეგ. მე იმედი მაქვს რომ ისევე როგორც 2 კვირის წინ გვექნება ძალიან კონსტრუქციული მსჯელობა, ძალიან ასე ვთქვათ საქმიანი მსჯელობა ქონდა 2 კვირის წინ, როდესაც არ არის ასე ვთქვათ ლოზუნგებით და სლოგანების გაცვლა და არის საქმიანი მსჯელობა, იქ ყველა კონსტრუქციული არის, ამიტომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვარ ღია ვიმსჯელოთ, ყველა მათ შორის წავე დიდ საკითხებსაც აყენებენ ხოლმე, ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენ როგორც 2 კვირის წინ სხვა ჩვენს მაშინაც ძალიან ღია მსჯელობა და ჩვენი არგუმენტები რაღაცის მხარდაჭერის ან საწინააღმდეგო, ზუსტად ასეთივე მსჯელობა გვექნება როგორც შიგნით, ასევე საჯაროთაც რა თქმა უნდა. ერთვის და აი ცოტა ხნის მაგალითად საერთაშორისო დამსახურებამ განცხადება გააკეთა და ისინი მოუწოდებენ პარლამენტს რომ ამ კანონ პროექტის მიღება შეჩერდეს ვინაიდან ვენეციის კომისიის დასკვას ეწინააღმდეგება ქართული ოცნების მიერ შემუშავებული კანონ პროექტი ამ საარჩევნო კოდექსის შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით და ძირითადად რასაც ისინი აპელირებენ არის ის რომ არ მოსწონ CSO-ს აკომპლექტების წესი, ის რომ ოპოზიციის კვოტით თავმჯდომარეს ვეღარ ეყოლება მოადგილე. სასაცილო და უპასუხისმგებლო არის საერთაშორისო გამჭვირვალობის ასეთი განცხადებები. შეგახსენებთ, რომ ამ ორგანიზაციამ, რომელიც ახლა ითხოვს, რომ
კანდიდატის შერჩევის კომისია დაბრუნდეს კვლავ პრეზიდენტთან, ამ ორგანიზაციამ კონკრეტულად ბოიკოტი გამოუცხადა პრეზიდენტთან, როდესაც იყო ეს კომისია. ასე რომ სასაცილოა ხარ, როცა ამბობენ, რომ თითქოს ეხა ითხოვენ პრეზიდენტთან დაბრუნებას. ეს ერთადერთ რამეს აჩვენებს. მათი მიზანი არის არა გამართული კანონმდებლობის ქონა და არა ის, რომ ცესკო დაკომპლექტდეს საბოლოო ჯამში, ან პირიქით. ზუსტად ეს ორგანიზაციები შეკრული არიან მათ შორის ოპოზიციასთან იმ მიზნით, რომ ცესკო არ დაკომპლექტდეს და იმ მიზნით, რომ 2024 წლის არჩევნები ჩატარდეს იმ პირობებში, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე და მისი ორი წევრი იქნებიან ადამიანები, რომლებიც არ არიან სრულივადით არჩეული. ეს არის მიზანი, რომელიც აქვს ოპოზიციას და აქვს რამდენიმე NGO-ს, მათ შორის რამდენიმე NGO-ს, რომელიც რამდენიმე NGO-ს. რაც შეეხება ვენეციის, რაც შეეხება 9 ნაბიჯის ნაწილი არის ამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გაზიარება, ისევე როგორც მეორე მხრივ არჩევნები. უპირველეს ყოვლისა, უნდა ყველას ახსოვდეს, რომ ყველა საკუთარი თავი აზგას მხრებზე. ამიტომ იმას ვენეციის კომისიის დასკვნები კი მოყავთ. საკუთარი არგუმენტი რა აქვს, ამაზე ისაუბრონ, ამაზე ოპოზიციასთანაც ჰქონდა საუბარი. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას. ეს არის საუკეთესო მაგალითი მანკიერი წრისა, რომელიც ხანდახან იკვრება ხოლმე. ვენეციის კომისიას არც ერთი საკუთარი მოსაზრება, არგუმენტი არ აქვს მოტანილი ძველი წესის აღდგენასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისია ეყრდნობა მხოლოდ ერთადერთ რამეს, 19 აპრილის შეთანხმებას და ყოველ ჯერზე მიუთითებს, რომ ეს არის არა ვენეციის კომისიის მოსაზრება და რეკომენდაცია, რომ ასეთი წესი ჯობია. არამედ ამბობს, რომ თუ კი თქვენ რაღაც წესზე შეთანხმდით, მაშინ კარგია თუ შეთანხმებულ წესს გააკეთებთ, თუ ყველა არის კმაყოფილი. ჩვენი პასუხი ამაზე არის მარტივი. 19 აპრილის შეთანხმება არ არსებობს, ასეთი შეთანხმება ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის აღარ არის აქტუალური და ანულირებულია. შესაბამისად, არგუმენტი ვენეციის კომისიას აღარ არსებობს. ამიტომ მანკიერი წრე იმიტომაც არის, რომ ვენეციის კომისია მიუთითებს ხოლმე ოპოზიციის და NGO-ების ნათქვამზე, რომ ამიტომ ამბობს, რომ მე კი არ გირჩევ ამას, რომ ეს არის საუკეთესო პრაქტიკა. კიდევ ერთხელ, არც ერთ ქვეყანაში, ხას უსვა, არც ერთ ქვეყანაში აი ეს სისტემა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაში იყო, არ არსებობს. არსებობს. ერთი დავასვო. ან ვენეციის კომისია ამბობს, რომ ამას მე კი არ გირჩევთ, იმიტომ ეს კაი გამოცდილება. ამიტომ არაბეთ, იმიტომ გეუბნებით, რომ აი ოპოზიცია და NGO-ები ამბობენ, რომ კარგია და თავის დროზე შეთანხმებულა. ან თავის არგუმენტი არ აქვს. როცა ვეკითხებით ოპოზიციას და NGO-ებს, რომ როგორი სისტემა სურთ, ამბობენ, რომ ამას მე კი არ მომბობ. აი ვენეციის კომისია რახან ამბობს, ამიტომ არის კარგი. ანუ ერთმანეთზე მითითება მიდის და ავტორი არ ჩანს, ამ აზრის ავტორი არ ჩანს. სხვათა შორის ისევე როგორც 19 აპრილის შეთანხმებაში, მაშინ როგორ აღმოჩნდა ეს ჩანაწერი, იმის ავტორიც არ ვიცით. მაშინ მედიატორის შემოთავაზება იყო. ეს არ იყო ჩვენი დისკუსიის შედეგი, რომ ქართული ოცნება და სხვა პარტიები მსჯელობდით, რომ ასე დავაკომპლექტოთ ცესკო თუ ისე დავაგობთ და რაღაცაზე შევცახდით. ეს იყო რაღაც ეტაპზე მედიატორის მიერ შემოტანილი პუნქტი, რომელზეც მაშინ გახსოვთ თქვენ რა მდგომარეობა იყო. მაშინ იყო მდგომარეობა, რომ ყალბი დეზინფორმაციული კამპანიის შედეგად ოპოზიცია ცდილობდა დისკრედიტირება მოეხდინა დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის და რა თქმა უნდა ჩვენ ეს არ დაუშვით. და დღეს მათაც მანდატები აქვს, თვითონაც კმაყოფილები არიან, ქართული ხალხიც კმაყოფილი არის და სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ მაშინ შევძელით, რომ ისინი შემოსულიყვნენ პარლამენტში, დემოკრატიულ ინსტიტუტს საფრთხე არ დაემატა. არა, რა თქმა უნდა, ერთი რომ არ მოხდება, იმიტომ რომ ჩვენ ასეთ მათ შორის მსჯელობაც ჰქონდა ამ საკითხზე. ამ წინა შეხვედრის დროს, მანამ სანამ მეორე მოსმენით გამოვიდოდა ეს პროექტი, ჩვენ ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად ვიმსჯელეთ ამ საკითხზე კიდევ ერთხელ და იქაც ვერც ერთი არგუმენტი ოპოზიციამ ვერ მოიტანა იმ სისტემის სასარგებლოდ. ერთადერთი არგუმენტი იყო ვენეციის კომისია და აქ ეხლა ბოლო-ბოლო საკუთარ თავს უნდა წენ პატივი დეპუტატებმა. კანონებს საქართველოში იღებს საქართველოს პარლამენტი და არა ვენეციის კომისია. ამიტომ მინიმუმ საკუთარ მანდატს და ამორჩევას უნდა წენ პატივი და უნდა ისაუბრონ არა ის, რომ ვიღაცის რჩევა არის, არამედ საკუთარი არგუმენტი მოიტანონ ამასთან დაკავშირებით. ამიტომ არ მოხდება და ვერც მოხდება, იმიტომ რომ მესამე მოსმენა არის და აქ შინაარსობრივი ცვლილებები არ შეგვიძლია. რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს საკითხთან დაკავშირებით პრეზენტაცია, თქვენც ესწრებით, თუმცა რომ ვუშვათ საკომიტეტო განხილვამდე რამდენიმე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას კონდეს სრული ინფორმაცია იყოს, ფართო ჩართულობა საკითხის განხილვაზე, იმიტომ რომ ნახეთ, რომ არასწორი ინტერპრეტაციებიც მოგუსმინეთ. თავისთავად აი ეს არის სხვათა შორის აი ამ საკითხის განხილვა არის ლაკმუსის ქაღალდი თუ სინამდვილეში ვინ არის ევროპელი ამ ქვეყანაში. აი ბევრს რომ ამტკიცებენ, რომ უნდათ ევროპელობა
და ევროპული სივრცის ნაწილი რომ უნდა. სწორად ამაზეა საუბარი. იმ ერთ-ერთ თემას რომ არიან ჩაჭიდებული და ვერ გამოსულა ოპოზიცია და მათ შორის არასამთავრობო სექტორი. აი ეს არის რაც ხალხს აწუხებს, აი ეს არის ის ევროპა, რომელსაც ხალხს უნდა საკუთარ ქუჩებში მათ შორის. საუბარი არის განსაკუთრებით მთავარი გამოწვევა რაც საქართველოს აქვს არის მიუსაფარი ძაღლები და ეს არ არის საერთოდ ჯამში კანონი შინაურ ცხოველებზე, ძაღლებზე თუ კატებზე. სინამდვილეში ეს არის კანონი ადამიანებს. ვინაიდან ეს პრობლემა არის ადამიანების შექმნილი პრობლემა, უპასუხისმგებლო მფლობელების პრობლემა, რომლებიც რამდენიმე თვე ისიამოვნებენ იმით, რომ შინაური ცხოველი ყავთ სახლში, შემდეგ ბეზდებათ მისი მოვლა და აგდებენ მას ქუჩაში, ის რომ გაამრავლებენ ძაღლს და ლეკვებს ვერ მიუჩანენ პატრონს და აგდებენ ამას ქუჩაში, რაც საბოლოო ჯამში საფრთხეს უქმნის თავად ცხოველებსაც, ვინაიდან იქ არის ინფიცირების და სხვა დაავადებების გადატანის საფრთხეები და რაც მთავარია საფრთხეს უქმნის ადამიანებს და ჩვენ შვილებს. იმისთვის რომ იყოს უსაფრთხო გარემო. შინაური ცხოველის ბუნებრივი არეალი არ არის ქუჩა. შინაური ცხოველი განსხვავდება ამით, მისთვის ველური ბუნება არ არის შესაბამისი, შინაური ცხოველი უნდა იყოს ადამიანთან ერთად. და სწორედ ჩვენი ადამიანების ბრალი არის, რომ ეს პრობლემა დღეს საქართველოში დგას და ზუსტად ეს არის მომენტი, როდესაც რეგულაციის გარეშე ეს საკითხი არ წყდება და სწორედ ეს არის მომენტი, რომელშიც სავსეა მაგალითი ევროპული როგორ მოხერხდა, რომ მაგალითად ჰოლანდიაში არც ერთი მიუსაფარი ძაღლი არ არის მაგალითად. და ამიტომაც არის რომ დღეს და ამ საკითხი ეს არის ზუსტად საკითხი, რომელიც ადამიანებს აწუხებთ. არა ის საკითხი, რომელზეც უნდათ ხოლმე ამიჯოლენ ადამიანები, რომ სანქციების დაწესება არ დაწესების საკითხები იყოს. ეს არის ადამიანებს ასაწუხებთ. ჩვენ ამაზე მსჯელობთ, მინდა აქვე მადლობა გადაუხადო ქალბატონ მაია ბითაძის, რომელმაც ამასთან დაკავშირებით ათეულობით სამუშაო შეხვედრა ჩაატარა და განხილვა, თავად იმუშავა ამ კანონ პროექტზე, ასე რომ ყველას მოუწოდებ, რომ კონსტრუქციულად ჩაერთონ ის მაინც მოისმენთ ბატონო გამოკიდებულებას ამ კანონ პროექტის მიმართ, არაერთ მოსაზრებასაც მათ შორის შეცდომებს. მოვისმინე. რომ არ იქნება ცხოველების მათ შორის საფრთხის შემცველი, იმიტომ რომ ამ მიმართულებით იყო დისკუსია. არა, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. უპირველეს ყოვლისა, რა ყველა ეს კრიტიკული საკითხები რაც ვრცელდებოდა, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ იყო დეზინფორმაცია და ესეც საგანგაშო არის და მედიას მოუწოდებ განსაკუთრებით იყოს ყურადღებით. ეს თემა არის ჩვენი ევროპულობის თემის საკითხია. ეს ჩვენ გვინდა თუ არა, რომ ევროპულად მოექცეთ შინაურ ცხოველებს მათ შორის. და ეს იყოს არა კაპრიზების საკითხი და ნივთად განვიხილოთ ხოლოთ, რომ მოვიყვან სახლში და შემდეგ ორ დღეში გავაგდებ გარეთ და მე გარეთ უნდა იყოს ეს შინაური ცხოველი. არამედ ევროპული ქცევა დავამკვიდროთ. კიდევ ერთხელ ეს არის ადამიანების მიერ შექმნილი პრობლემა და ადამიანებამ ჩვენივე ქცევის კორექტირებით, არა ცხოველებზე, არამედ ჩვენივე ქცევის კორექტირებით უნდა მივხვდეთ ამ საკითხს. მნიშვნელოვანია ერთი საკითხის ხაზგასმა, რა თქმა უნდა, ვინაიდან ეს პრობლემა არის ადამიანების შექმნილი, ჩვენ ბევრ საკითხს უკუქცევით ვერ შევხედავთ, ის რაც მოცემულობა აქვს, იმს უნდა ასე თქვა დავაკონსერვოთ გარკვეულწილად და შემდეგ დავადგინოთ და მათ შორის ამ კანონ პროექტის მიზანი არის რომ წელიწად ნახევარში ამოქმედდეს და წელიწად ნახევარი არის იმისთვის რომ დაკონსერვდეს ეს მდგომარეობა და აი შემდეგ 2025 წლის ივლისიდან უკვე ახალი წესებით შეუდგეთ და ყველამ გააცნობიეროს მათ შორის საკუთარი პასუხისმგებლობა. აი თქვენ რიგში იყავთ, აი რიგში იყავთ. რაც შეეხება ბიზნეს იურიდიული პირების მიერ დაფინანსება საერთოდ აიკრძალა, როგორც იცით, ბოლო ცვლილებით, ამიტომ იურიდიული პირები არავის აღარ დააფინანსებენ ამ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციასთანაც იყო დაფინანსება. სხვათა შორის, ყველა შევახსენოთ, ეს დაფინანსებებზე ტყუილს ჯობია შეეშვას ოპოზიცია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ ჯამში დახარჯა უფრო მეტი ფული, ვიდრე ქართულმა ოცნებამ. უფრო მეტი შემოწირულობა მიიღეს და უფრო მეტი ფული 2020 წელს დახარჯა ოპოზიციამ და არა ქართულმა ოცნებამ. ასე რომ ესეც მეტყველებს იმაზე, რომ არანაირი შეზღუდვა არ არის შემოწირულობის მიღების და პირიქით მათ ისინი უფრო მეტ ფულს ხარჯავენ და უფრო ნაკლებ ხმებს იღებენ ხოლმე საბოლოო ჯამში.
რაც შეეხება საკითხს დამკვირვებლებთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა ეს არის ჩვენი ინტერესი, რომ 2024 წლის არჩევნებს რაც შეიძლება მეტი ობიექტური დამკვირვებელი დააკვირდეს. მიზეზი არის მარტივი. ქართული ოცნება 2024 წლის არჩევნებს იგებს. ამას აჩვენებს ყველა კვლევა. და ჩვენი ინტერესი არის ზუსტად, რომ არანაირი სპეკულაცია არჩევნების შემდეგ აღარ იყოს და ჩავკეტოთ ყველაფერი, ყველანაირი შესაძლებლობა ამისთვის. ჩვენ უკვე ბევრი რამე გავაკეთეთ. თქვენ იცით, რომ მას შემდეგაც პივიტის გაყალბების ფაქტი ქონდა 2020 წელს, 2021-ში ჩვენ პარტიულად პარალელური პივიტის კი ჩავატარეთ იმისთვის, რომ პრევენცია ყოფილიყო და მაშინ გახსოვთ, რომ სხვა გამოსავალი აღარ ქონდა ისიც გარდა იმისა, რომ შემდეგ ჩვენი შედეგები სწორი ყოფილიყო მისი და სწორედ ამისთვისაც შემოვიღეთ ელექტრონული მთლელები. კანონმდებლობაში ჩავდეთ ყველანაირი გარანტია იმისთვის, რომ ოპოზიციამ და მათთან დაკავშირებულმა ეგრეთ წოდებულმა დამკვირვებლებმა ვერ შეძლონ შემდეგ გაყალბება არჩევნების შედეგებისა. ამიტომაც ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება ბევრი დამკვირვებელი იყოს ობიექტური ამ არჩევნებზე, ვინაიდან ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ და არ გვინდა არავის მიცემთ შესაძლებლობა, რომ რაიმე ეჭვი გააჩინონ არჩევნებთან დაკავშირებით. არა, თქვენ ხო გიპასუხეთ, აი ხო ყოველი. ბატონო? უპირველეს ყოვლისა, ირაკლი კობახიძეს მომავალ კვირაში პირველი ვიზიტი ექნება ბრიუსელში და ზოგადად პირველ ვიზიტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. მე, როდესაც გავხდი პარლამენტის თავმჯდომარე, ჩემი პირველი ვიზიტიც მაშინ იყო ბრიუსელში. ამიტომ ეს არის გარკვეულწილად სიმბოლური აქტიც, როდესაც უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე მყოფი პირი აკეთებს გზავნილს საკუთარი პირველი ოფიციალური ვიზიტითაც. ამიტომ რა თქმა უნდა, განსაკუთრებით კარგია, რომ ირაკლი კობახიძეს ბრიუსელში აქვს როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში ოფიციალური შეხვედრები. რაც შეეხება თავად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, ის საქართველოს წარმოდგენილი იქნება მაღალ დონეზე, საგარეო საქმეთა მინისტრის სახით. იცით თქვენ, რომ უმეტეს შემთხვევაში ასეც ხდება ხოლმე, ქვეყნის ლიდერები არ არიან ყოველთვის იქ წარმოდგენილი და ასე რომ საქართველოს შესაბამისად იქნება. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის იქ მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს, ის არ წარმოადგენს იქ საქართველოს. ამიტომ ეს არის მისი კერძო პირის ყოფნა იქ და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას საერთოდ არ აინტერესებს საქართველოს კონსტიტუცია, ქართველი ხალხი, მას საქართველოს გონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო და როგორც უნდა, სადაც როგორც უნდა ისე მოიქცეს. აი სამს გიპასუხე. ხანმიდოვი. გიორგი მამალაძე რატომ პრეზიდენტობის შეიძლება თუ არა სალომე ზურაბიშვილი განიხილოთ, აი მაგალითად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თუ განიხილავთ თქვენ და როგორ ფიქრობთ სანაცვლოდ რა იქნება? სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი რომ ვიხილოთ. უბრალოდ ყოველისა ერთი რამე არ უნდა დაგვავიწყოს. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ინარჩუნებს სალომე ზურაბიშვილი თავის თანამდებობას, ეს არის ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერა. მან დაარღვია კონსტიტუცია, ეს დადასტურებული არის საკუთრის სასამართლოს მიერ და რა თქმა უნდა პარლამენტს უნდა მიიღო მაშინ გადაწყვეტილება მისი იმპიჩმენტის შესახებ. ერთადერთი მიზეზი, რატომაც პარლამენტში ვერ შეგროვდა 2/3 უმრავლესობის, 2/3 პარლამენტის წევრების, არის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის ხარდაჭერა. ამიტომ რა თქმა უნდა სალომე ზურაბიშვილი არის პირდაპირ დამოკიდებული ნაციონალურ მოძრაობაზე ამ ხრივას და ეს კავშირი მაშინაც გამოჩნდა, ის არის ნაციონალური მოძრაობის მფარველობის ქვეშ, თუ რა საზღაური სანაცვლოდ არის ეს ყველაფერი გამოჩნდება. ჯერჯერობით ხედავთ, რაც არის საზღაური არის რადიკალიზაცია, საზღაური არის ქვეყნის დისკრედიტაცია, მათ შორის მისი უნებართო გამგზავრება მიუნხენში არის ერთ-ერთი მაგალითი, ეს არის ერთადერთი მიზანი აქვს ამას, რომ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია შეირყეს. ამიტომ ის ჯერჯერობით ძალიან ბეჯითად მიყვება
ნაციონალურ მოძრაობის და მათი მფარველების მიერ დასახულ ხაზს. მიპასუხეთ ციანიდის საკითხზე ბარგაზე არ დეკანოს გიორგი მამალაძე რატომ გამოგვიშვეს ხუდობ ინფორმაცია წინა საარჩევნო შედება მეხუთებას არა რამდენი არ მაქვს ინფორმაცია, ეს არის როგორც ვთქვი, მე პედიაციური სისტემის კომპეტენციის ნაწილი არის, ამიტომ არანაირად არ არის ეს პარლამენტის არ მაქვს წინა საარჩევნო ხომ არ დაშიშავდა არა, რა თქმა უნდა, პოლიტიკა ქართულ შუაშია. პირველ რიგში მინდა რომ ვკითხოთ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და მე კიდევ ორ კითხვას დაგისვამ სამხრეთ ოსეთში ცხინვალის რეგიონში. დიახ, ეხო-კავკაზის მიმოხილველი ჟურნალისტი წყაროებზე დამხნობით აკეთებს განცხადებას, რომ ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა ცხინვალის რეგიონში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც კაცრი დავალება გასცა ეგრეთ წოდებულ ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართად, რომ წინა საარჩევნო კამპანიიდან ამოეღოთ ისეთი საკითხები, რამაც შეიძლება ქართული ოცნება დააზიანოსო, ვინაიდან ქართულ ოცნებას ოქტომბერში არჩევნები აქვს მოახლოებული, ამიტომაც ისეთი კამპანია არ აწარმოოთ, რამაც შესაძლებელია ოპოზიციას მისცეს საფუძველი, რომ გააკრიტიკოსო ქართული ოცნება. აი, რატომ არის ჩართული რუსეთის ხელისუფლება იმაში, რომ დაეხმაროს ქართულ ოცნებას არჩევნებისთვის? რომ აი უპირველეს ყოვლისა რუსეთთან შეერთების შესახებ და ესეთი საკითხები საერთოდ არ ახსენებთ. უპირველეს ყოვლისა შეგახსენებთ, რომ ეხო-კავკაზა, ეგრეთ წოდებული, არის ის მედია, რომელიც აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს მოიხსენიებს ცალკე და ეს გახლავთ, როგორც იცით, ამერიკის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედია და ეს არის დიდი სირცხვილი, რომ ეხო-კავკაზა ცალკე მოიხსენიებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. ამიტომ ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ამ მედიის რედაქციის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ამიტომ რა თქმა უნდა სერიოზულად კომენტირება მათი რაიმე ასე ვთქვათ რეპორტაჟების რთულია, იმიტომ მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ცხადია. შედით მათ ვებგვერდზე, ნახეთ როგორ ყავთ მათ მონიშნული და როგორ მოიხსენებენ აფხაზეთს თუ სამხრეთ ოსეთს და აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ასეთი რუსული ნარატივის გამტარებელ მედიასზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. არასამთავრობოების შეფასება მეც მაქვს. ხოდა მე ისო ხატავს არასამთავრობოების შეფასებები ნახეთ და თქვენი შეფასება რომ მოგწევთ ამ შეფასება. ხოდა ვიკითხვა. ეხლა მე ხატია. მნიშვნელოვანი მეც რამდენიმე კითხვა მაქვს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსთან დაკავშირებით არასამთავრობოების შეფასებები შევახსოვთ ახლა. ამაზე მე სხვა დროსაც მისაუბრია. ორი კვირის წინათ ამბავს მეკითხებით სავარაუდოდ. ის ორგანიზაციები, რომელმაც სხვათა შორის მაშინ აბსოლუტურად ყალბი ჩანაწერებით და დეзинფორმაციით გააჯერეს მაშინ საქართველოსთან დაკავშირებით ეს ანგარიში, შემდეგ ამ ორგანიზაციებმა დატოვეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმა, ანუ შეასრულეს თავისი საქმე და საქართველოს დისკრედიტაციის და შემდეგ დატოვეს ეს ორგანიზაცია. რაც შეეხება შიგნით მოყვანილ საკითხებს, არ ვიცი, ერთ რამეს გეტყვით მაგალითად. ერთ მაგალითს მოყვანილი აქვთ, რომ ვინაიდან ელექტრონული თვლილები იქნება 90% მოსახლეობის მისცემს ელექტრონული თვლილებით, აი ეს 10% იქნება გაყალბებული. აი ეს იმდენად არა თუ არასერიოზია, ეს იმდენად განზრახული ტყუილი არის საქართველოს წინააღმდეგ, რომ მე არ ვიცი ხა ამ ადამიანების პატრიოტობაზე უკვე დიდი ხანია მე ჩემი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ არაკეთილსინდისიერები რო არიან, ეს ფაქტია და სამწუხაროა, რომ უცხოური დაფინანსებით ასეთი არაკეთილსინდისიერი ჩანაწერები აღმოჩნდება ხოლმე საქართველოს წინააღმდეგ ამოქმედ ანგარიშში. აუცილებლად შემთხვევაზე საუბარი, ეს პირველი შემთხვევა არის, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ კოლაბორაცია არის ქართული ოცნების ხელისუფლებასა და რუსეთის და რუსეთის პალატას გააკეთეს, რომ იძინა ივანიშვილის ინტერესები იყოს როგორიმე გასული წინა საარჩევნო. აი რუსული ჩარევა და დახმარება. მთავარი სიძლიერე ქართული ოცნების ხელისუფლებისა არის ის, რომ ჩვენ დღის წესრიგს ვაწყობთ საქართველოს ინტერესს და არც ერთი სხვა ქვეყნის ინტერესს, მათ შორის რუსეთის ინტერესი არ ვაწყობთ. და სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რომ ყოველთვის მიგვეღო საღი და წინჭრეტი გადაწყვეტილება
ყველა რთულ პირობაში, ისე რომ ვითვალისწინებთ მხოლოდ საქართველოს ინტერესი იყო ამოსავალი და არც ერთი სხვა ქვეყნის, არც რუსეთის და არც ერთი სხვა დანარჩენი ქვეყნის ინტერესი. ამან მოგვწეს საშუალება, რომ ჩვენ 10 წელზე მეტია გვაქვს მშვიდობა ამ ქვეყანაში, რომელმაც კეთილდღეობის დასს შეუწყო ხელი და უსაფრთხო გარემოს განვითარებას. ამიტომ ჩვენთვის გამსაზღვრელი არ არის ეს ოპოზიცია, რომელიც ინტერესდება რა თქვეს მოსკოვში და რა თქვეს სხვა დედაქალაქებში. ჩვენ უყურებთ იმას, თუ რას ამბობენ ჩვენი მოქალაქეები და ასე განსაზღვროთ ჩვენ პოლიტიკას. კიდევ უნდა დავიშვათ რომ შეგიძლია თქვენ ფაქტობრივად ისაუბრეთ ოპოზიციის დაფინანსებაზე, თუმცა ძალიან დიდი დისბალანსი არის, მაგალითად 2023 წლის შეჯამების მიხედვით ბატონო შალვა ქართულ ოცნებას ნაშთი დარჩა 11 მილიონი და ამ დროს მაგალითად 3000 ლარი იყო დარჩენილი გაცმოძრაობის ნაშთი, 350.000 იყო ლელოს ნაშთი და მოკლედ ძალიან დიდი განსხვავება არის. რას უკავშირებთ თქვენ აი ამ განსხვავებებს პარტიების დაფინანსებას და ნაშთებს შორის და საარჩევნოდ ეს უთანასწორო ბრძოლა ხომ არ იქნება, იმიტომ რომ თქვენთან არის 11 მილიონი 2023 წლის ბოლოს ნაშთები არის ეს. კიდევ მე მოგიყვანეთ მაგალითი 2020 ჩახედეთ 2020 წლის დაფინანსებას და ნახავთ რომ ოპოზიციას ჰქონდა მეტი დაფინანსება, ჩახედეთ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს, სადაც პირველ ტურში როცა იყო, მაშინ მართალია ნაკლები დახარჯა ოპოზიციამ, მაგრამ გახსოვთ რომ ბანერებს არ აკრავდნენ და მეორე ტურს ჩახედეთ, მეორე ტურის შედეგებს სატელევიზიო რეკლამაში ოპოზიციამ უფრო მეტი დახარჯა ვიდრე ქართულმა ოცნებამ. ამიტომ ეს პრობლემა ოპოზიციას საუბრობს. პირით მდგას, თუ კი ჩვენ საუბრობთ დისბალანსზე, ერთ-ერთი საფრთხე მართლაც არის დისბალანსი რა მხრივ. ჩვენ ხედავთ რომ ოპოზიციის მხარეს არის ეგრეთ წოდებული ყალბი NGO-ები, რომლის მეშვეობითაც ისინი იზიდავენ უცხოურ დაფინანსებას უკანონოდ, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის დარღვევა და ისინი ფაქტობრივად ხედან უცხოურ ხელფასებზე და ამითი საკუთარი, ესე ვთქვათ, ადმინისტრაცია თუ აპარატი სხვადასხვა NGO-ებზე, fake NGO-ებზე მიკედლებით ყავთ დაფინანსებული უცხოეთიდან და მე ეს არაერთხელ აღნიშნავს, ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა არა მხოლოდ ფინანსური სახის, არამედ საქართველოს პოლიტიკური სისტემის მედეგობის მხრივ. ამაზე დიდი პრობლემა მათთვის არის ის, რომ ჩვენ გვაქვს 60% და მათ აქვს 10%. ამიტომ ეს არის ისინი იმათ იმედი აქვთ, რომ ფულით უნდა იყიდონ ამორჩეველი, ეს არის პრობლემა. შეგახსენებთ, აი ლელოზე როცა არის საუბარი, 2020 წელს ყველაზე მეტი ფული, ასე ვთქვათ, შემდეგ მანდატზე გადათვლა დახარჯა ლელო. 1.5 მილიონი დაუჯდა ოფიციალური მათი მონაცემით ერთი მანდატი ლელოს. და ეს არის რომ სხვანაირად მათ ვერ შეძლეს ის 3%-იც მაგით აიღეს რომ დახარჯეს 1.5 მილიონი ერთ მანდატზე. ასე რომ ქართული ოცნების ფინანსები არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. რა თქმა უნდა, ჩვენ მოუწოდებთ ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ ქართულ პოლიტიკაში შეიტანოს თავისი სურვილი, რომ შემოწირულობა გააკეთონ ქართული ოცნების მიმართ, ვინაიდან ქართული ოცნება არის გარანტია საქართველოს მშვიდობიანი, უსაფრთხო განვითარების და ეკონომიკური ზრდის. სხვა შემთხვევაში შენატანი სხვა პარტიების მიმართ ეს ნიშნავს, რომ დააფინანსოს საქართველოში ომი და ეკონომიკური კატასტროფა. ეს არ არის ბიზნესის ზეწოლა ბატონო შალვა, მარტო ქართულ ოცნებას სწირავენ და არა. უფრო მეტიც მე მოუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, რომ ხმამისცენ ქართულ ოცნებას. თქვენთვის ეს ზეწოლა აქვს საქართველოს მოსახლეობაზე, ეს არ ვიცი, საინტერესო ინტერპრეტაცია იქნება. ბოლო ორი დღე არის ბატონო შალვა, ბოლო ორი დღე არის საუბარი მიმდინარეობს ეს გამოქვეყნებაზე დოკუმენტების, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციიდან უნდა გამოქვეყნებულიყო ირაკლი ღარიბაშვილის პერიოდში თითქმის ყველაფერი იმალებოდა, რატომ მალავდა ღარიბაშვილის უწყება ამ დადგენილებებს და ახლა ხომ არ აპირებს ირაკლი ყობახიძე რომ გაასაჯაროოს ეს დადგენილებები. რა გახდა? ის ხო ამაზე კიდევაც ეს იყო სისტემა და პრაქტიკა, რომელიც გიორგი გახარია და მისმა გუნდმა დაამკვიდრა და შემდეგ უბრალოდ მთავრობა მიყვებოდა იმ პრაქტიკას, რომელიც არსებობდა და ირაკლი ყობახიძეს საკუთარი გადაწყვეტილება გააჟღერა. ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ თუ კი ვინმეს ჰქონდა სურვილი, რომ ვებგვერდის მეშვეობით გაცნობოდა ამ განკარგულებას, ექნება ამის შესაძლებლობა. ეს იყო თუ არა იმიტომ დაკეთებული, რომ დამალულიყო, მაგალითად ეს უნდა გიორგი გახარიას და მის გუნდს კითხოთ. გახარიას თქვენი გუნდის ნაწილი იყო და
ის მან კითხეთ გიორგი გახარიას გარიბაშვილი ხომ არ ემიჯნა კითხეთ გარიბაშვილი რატომ მალავდა როგორც კიდევ ერთხელ ხარო ნუ ამანაც ხვაჩვენა რომ აქ რაიმე ესე ვთქვათ პრობლემურ ქართულებსთან ამაში ვერ ხედავთ და რამე განსაკუთრებით ვერ ხედავთ. ნუ სინამდვილეში სიცხოით ამ განკალკულების მიმართ ხარ საზოგადოების ინტერესი კი არის რამდენიმე NGO რომელსაც ეს აინტერესებს რომ რაღაცნაირად ყველანაირ დოკუმენტებში გქონდეთ ხედვა ამისთვის აქვს პროექტები ამისთვის აქვს მილიონიანი გრანტები აღებული და ვერ მუშაობდნენ ამ გრანტებისთვის შესაბამისად და კი ბატონო ეხლა იქნებოდა შესაბამისად შესაძლებლობა რომ იმუშაონ და თვალონ განკალკულებები.